მოგეხსენებათ, რომ ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, შესაბამისად ადგილზე გავეცანით მოსავლის აღების პროცესს, მიმდინარეობს საკმაოდ კარგად წარმატებულად. მოგეხსენებათ, რომ $16 მილიონ არის უკვე $16 მილიონ მეტი არის უკვე ექსპორტი, წლევანდელი მოსავალი საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები არის, შარშან ექსპორტირებული იყო 26,000 ტონაზე მეტი წელს მოსავალს უფრო მეც ველოდებით. მნიშვნელოვანი არის, რომ საშუალო ფასი სტაბილურია, საკმაოდ მაღალი საშუალო ფასი არის საექსპორტო მოსავალზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თარგმნილ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და რომლის სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი, ქმნის ერთობლიობაში პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ციკლს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ დაიჭიროს საშუალო მაღალი ფასი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მოყვანიდან რეალიზაციამდე იყოს კმაყოფილი და ეს კიდევ ერთხელ აღინიშნა დღევანდელ შეხვედრაზე ფერმერებთან. ზაფხულის პერიოდში კახელი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროდ იქცა ატმის მოყვანა და რეალიზაცია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს სწორი გატარებული პოლიტიკის შედეგია, რომ რეგიონში ფუნქციონირებს 50-მდე სამაცივრე მეურნეობა, სადაც დასაქმებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოგზავნებული მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ წელს ატმის სავარაუდო საპროგნოზო მოსავალი 40,000 ტონას აჭარბებს. წელს ჩვენი მოსავალი უკვე ბოლოში გადის, ბოლო კრეფები გვაქვს. მოსავალი იყო ძალიან კარგი, იყო მშვენიერი ფასი, საექსპორტოდაც კარგად გადის. კმაყოფილები ვარ, სტაბილური ფასი იყო და მოვარჩივრდებით, რომ კიდევ სტაბილური ფასი აგრძელდება სეზონის ბოლომდე. სახელმწიფოს როლი რაც შეეხება მაცხოვრების მიმართულებით და პროექტების მიმართულებით ჩვენს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე თვითონ ბაღების ნახევარი მაქვს გაშენებული პროგრამებით რა დანერგემომავლით და ეს ძალიან შეღავათია ჩვენთვის ფერმერებისთვის, იმიტომ რომ ფულადი რესურსის მობილიზება ხდება ჩვენთვის ძალიან იაფს. სამაცივრო მეურნეობაში ვინახავთ ჩვენ მაგალითად ესეთ ხილს როგორც არის გვიანეული ქრიავი და გამოგვაქვს მე ქართულ ბაზარზე, ამით ვანაცვლებთ იმპორტს და ჩვენ ქვეყანასაც ვეხმარებით და ჩვენთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ შესაბამის ფასში ვიყიდით. ჩემ შემთხვევაში სადაც 200-დან 250 ტონამდე მოსავალს ველოდებით წელს ბოლომდე და კმაყოფილები ვართ სეზონის, ზოგადად მშვენიერი სეზონი გამოვიდა და მომავალშიც იმედი მასე გაგრძელდება. 400 ტონიანი არის მაცივარი, დღიურად დასაქმებულია 400 ადამიანი, 400-450 და სახელმწიფოს ხელშეწყობა რა თქმა უნდა აუცილებელია მეურნეობის განვითარებისთვის, რადგან ეხმარება და წინ სწევს კონკრეტულად ამ მეურნეობას.